მალე მოვა თუ იცი? ვინ? ნუ ვისაც ველოდებით, მე გასაქცევი ვარ და იმიტომ ახლა. არ ვიცი ვერ გეტყვი. სად მირბიხარ? ინტერვიუ უნდა ჩავწერო აუცილებლად, იმიტომ რომ დამასწრებენ, ხო იცი როგორც ყოველთვის იციან. ვისთან უნდა ჩაწერო ინტერვიუ? კახასთან ჩვენსასთან ეს კუხიანიძე. გუშინ დაუცემინებია და დაუცემინებია, ნუ როგორც იცის ხოლმე ახლა და დაურეკე კახა, ეგრევე მეთქი, კულვარი მჭირდება მეთქი, შენგან მეთქი, მოდივარ მეთქი და არავინ ვინც არ უნდა გითხრას მეთქი, შანსი არ არის მეთქი, მე ვიტერ ხო მეთქი, პირველი მეთქი და კაი რაზე ალაპარაკია. კი, მაგრამ ეგ წაკითხული მაქვს უკვე. რაზე გაკითხული? კახა კუხიანიძემ დააცემინა. რა სისულელეა? ჟურნალი ჭეშმარიტება გეფიცები. რა სისულელეა? უნდა მივიდოთ, ჩავწერო დღეს, რა სისულელეა კაცო? წაკითხული მაქვს, დაიბეჭდა უკვე. բայց დამასტრეს დაასტრეს, არ არიცი როგორ. არ არის ღირსები დაუწერო, რომ ვაფშე აზი არ არიან, ეხლა ეგენი არაფრის რა. ხომ იცი როგორ ხდება? ადამიანს ესე კი ვერ დაუცემინებია? ნო. იზე მოგიმატია შენ ცოტა. მოვიმატებდი განაცვალე დავისვენე. დავისვენე ზაფხულში. ეს არ ვიკლებდი, ესე იგი 3 ტარო სიმინდი დღეში წარმოიდგინე რა. 3 ტარო ეხლა. ისე შენ მოსუქებულ ხარ, ხო? ნუ მე ეხლა მე ძალიან სერიოზული იმაში ვიყავი. სასტუმროში, იქ კაფე იყო თავისი. უამრავი კერძებით და ყველაფერი ძალიან სერიოზული კაფე იყო და ყოველ დღეს სალიანკას ჭამდი ხოლმე ესეთი დიდი თეფშით მოქონდათ ხოლმე და რაც ცხიმი რაც იყო და შლაკი ეგ ერთ-ერთი ეგ იყო. შენ ხო აჭარაში იყავი? ხო აჭარაში. მე აჭარაში აჭარულ ხაჭაპურს არ ჭამდი? ეხლა აჭარულ ხაჭაპურს იმ კაფეში 25 თეთრი და ესეთი ფასები აყავდა აჭარულ ხაჭაპური. მარტო ის ხო არ არის ეხლა მე ერთი ცალი გეყოფა? აუნა იყო 4, 5, 6 ცალი ხო უნდა იყო. ცურა მაინც თუ ისწავლე. კი, როგორ არა, ცურავ დავცურავი, აკეთ ეს დავცურავ. შენ მისმის სტილი რომელი გიყვარს ეს კროლი, ბრასი თუ ბატერფლაი? ეს კროლი და ბრასი არა, ის მესამე რა თქვი? ნუ რაც ხო, აი ეგ. ეგ გიყვარს. ხო. ახან მოხვედი როგორ ხარ? კარგად. რაკენი? როგორ ახარ შენ? კარგად. სად ისვენები? ჩამოვედით ჩვენ. მესამე ჭიქავე რა იღეთ ჩემთვის? გადახუხე აქედა რაღა ის გინდა ეხლა. იყოს ხო. რა შევით როგორ ახარ? რავი, კარგად. შენ სად ისვენებდი? ბათუმში. ბათუმში დავისვენე, ისეთი კარგია. აი მე გავიგერო გაუკეთებიათ ბათუმი, გაულამაზებიათ. ხო, ეხლა ვითომ ეს ბულვარდი გაალამაზეს, გაიგე? და რაღაცა ეს ბარები დაუდგიათ იქ და გაუკეთებიათ დისკოტეკები, რაღაცები. ეს ეშმაკის ბორბალია, ესეთი დიდი ტრიალებს, არაფერი არ ხდება საერთოდ რა არის, მე ვერ გავიგე, ტრიალებს, მეტი არაფერი არ ხდება და ნუ რაღაცები გააკეთეს კიდე, არის ეს სასტუმროები ძალიან ისეთი, ხო, მაგრამ რაც მთავარია, ზღვა როგორც იყო, ისეა, ისე ხელი არ უხლია არავის საერთოდ. ზღვა, აი რისთვის ჩავდივარ ბათუმში, ზღვისთვის. ისე და ფული რამდენი წაიღე? 80 ლარი მქონდა წაღებული. რამდენი დღით იყავი, კაც? 12 დღე. და გეყო? ხო, ეხლა კიდე მქონდა ლარი და 60 თეთრი გადადებული და გამანთვალ მოახუჩა ხო არ არსებობს ისეთი. მართლა შენ სად დაისვენე? ნუ მე ეხლა ევროპა და მისნაირები. ხო, სად იყავ? ნუ რა ვიცი, მოვიარე რა, თითქმის ყველა ქალაქი ვნახე ეს პარიზი, რომი, ისა რა ქვია, ბუხარესტი. აი, რა ვიცი, ძალიან სერიოზული ამსტერდამი რა. ერთ-ერთი გული დამსტარო, აი ბოლოს იგოეთში ვერ ჩავედი რა. აი, ასე. აი ერთადერთი აი ხინჯად რო დარჩება, ხო ის და არაფერი არ გინახია. ჯერ ვიყავი გერმანიაში. გერმანიაში? იქ დონეა საერთოდ, აი მე არ ვიცი. უნდა ჩახვიდე და ნახო, ისე ვერ მოგიყვები. ჯერ ეგერთი ის რო ჟურნალისტებმა რო იციან ნახრო ეს რო გათავდება ეს ბატარეიკა დიქტოფონში, ხო? დიქტოფონში რო ამოიღებენ და დაღეჭავენ და ჩადებენ. სად არის ეგ? არ არსებობს ეგ ვიღაცა მის გააკეთოს, არ არსებობს. იქ არის სპეციალური ბრტყელტუჩა თუ პლოსკოპუცი რაღაცა. იღებენ იმით ჭეჭყავენ და ისევ თავ და სპეციალური დონეა, გაიგე ესმის ხალხს თბილის ცივილიზაციაა და სხვა რაღაცაა ეხლა იქ ელემენტარულად მე იქ რედაქციაში ვიყავი ძალიან ისე ჩავსასწავდი და რაღაც და რედაქტორის და ჟურნალისტის დამოკიდებულება არ გაინტერესებს? მითხარი? იქ რო რედაქტორმა ჟურნალისტს უთხრას ეს რა დაგიწერია ძროხა და აჩუ აქედან და დაიჭერენ ეგრევე. და რას ვითმენ ჩვენ? კაი, რას ამბობ? და ეს იქ იყიდე ალბათ, სად იყიდე? ეს ლონდონში დავითრიე ახლა. კაი, რას ამბობ? დაითრიე როგორ? დავითრიე მაღაზიაში რა ახლა. როგორ არ გიყიდია?
ვიყიდე რა, დავითრიე რა, შევედი, ავიღე, ჩავიცვი და სადაიღე, კაცო, სადაიღე. ეხლა იქ არ არის პრობლემა, შეიძლება რა, პრობლემა არავინ არ გიქრის მაგაზე. ვისმას მოაცლი რაღაც მასწავლა ახლობელმა იქ. წრიპინა რო არის რაღაც პლასმას, დაადებ ჩაიცო და გამოხელ პრობლემა. ეხლა რას ამბობს ეს რა? კაი, რას ამბობს? ეგ კამერები და ისენია, რო გიყურებს ეს რაღაც კამერები, მე როგორ? კამერასთან მეშლება მუშაობა, ხო მე ეხლა ჟურნალისტს გამოსდეს, კაი რა. ხო, რა მანაც. ისე მართლა გამახსენდა ეხლა გუკას რა მოსვლია საცოდავს გუკას. კაი, რა მოსვლია არ გადამრი. ვერ წავიდა დასასვენებლად. რატო? მთელი წელი აგროვებდა ფულს. კაპიკზე აწებებ. დასასვენებელ ფულს აგროვებდა. და სანამ გაემგზავრებოდა 2 დღით ადრე მოვიდა ინკასატორი, გამოუწერა 8 ლარი და დატოვა ბიჭი თბილისში. რას ლაპარაკობ? 4 ლარი კი ქონდა, მაგრამ 4 ლარით ხო არ წავიდოდა ეხლა თურქეთში. კაი, რას ამბობ გადარეული? ისე მართლა შენ ხელფასი აიღე? ეხლა ის იყო ხელფასი, მაგრამ არ ამიღია რა ეხლა, იმიტომ რომ ის 18 ლარი რო ავიღო, ეხლა ვიცი რომ ერთ კვირაში მივაქლიავე ბარებში იმასთან. მაგას ჯობია შემდგომ მომდენო თვისაც დავამატებ, კიდე შევანახინა და ავახვევ იტალიაში ეგრე. ასვენება და იტალია და ისე მართლა ანგარიში ხო არ მოვითხოვ. აი მის ანგარიში მოგიტანეთ? საით არის? აი, თუ შეიძლება. ექსილარის რა ავიღეთ ვერგები, რა სისულელია ვერგები. მოიცა რა ექსილარი? მე არაფერი არ ექსილარის რა ავიღე, ერთი სოსასოლა ავიღე მე და ერთი კოკაკოლა შენ აიღე. ხარჩო. აი მე ხარჩო. უი, ხარჩო ხო. რა ძვირია ხარჩო? ვაიმე. რა ძვირია